სხვა რაღაცა მეორე მომენტია კიდე ვამბობთ რომ თქვა დროა იქნებ დაფიქრდეს იქნებ წავიდეს ნუ მე უფრო ისე ვამბობ რა ქვია თავშეკავებით ამას თქვენ უფრო კატეგორიულად და რადიკალურად მაგრამ არის მეორე საკითხი კაი ეს წავიდა ვინ მოდის ანუ ჩვენ თუ არ თქვით ვინ რანაირი მწვრთნელი მოდის ეს თუ არა ვთქვით რა გვინდა ეს თუ არ მოვიფიქრეთ ჩვენ და ახლა ფედერაცია მოპირველად და ნუ ჩვენც ყველა ისე ეხლა ნუ აი წავიდა მერე და ერთადერთი შენ ხარ ვისგანაც მე გამიგია გეუნე მართლა გეფიცები შენ ხარ ერთადერთი ვისგანაც მე გამიგია ვინ უნდა მოვიდეს შენ იძახი რამასვანაზე უნდა მოვიდეს ხო ვიძახი სხვისგან არ გამიგია იძახიან მარტო წავიდეს ან წავიდა მერე ხო და ეგ ხა ჩვენი საფიქრალი არ არის ნუ რა ჩვენც მაგალითად მე მაქვს აზრი რომ მაშინ რომელიც არის მშიერი და არ მიუღწევია რაღაცა წარმატებისთვის განსაკუთრებული აი როგორც სანიონით დამნიშნულ მე მაშინ ფედერა და მე უკვე ვექნება ვალდებულება რომ მე მოვიფიქრო ვინ ბორდის თავმჯდომარე ჯერიკო ეტაპები უნდა გაიარო ხო და ის რა ქვია ხო არა მესმის რასაც ამბობ ახლა მაგრამ მე მაგას ესე ვერ გეტყვი უბრალოდ რაღაცას რო ხედავ რომ არის შესაძლებელი ანუ უკან მოვდივარ ანუ ნახე სულ უკან მოვდივართ ბოლო წელიწადზე უკვე ცოტა მეტია რომ უკან მოვდივართ ესე იგი შესაძლებელია რაღაც მე იმას ხვდები რომ შესაძლებელია რითი უნდა შემცვალოთ ეგ უკვე ვისაც ევალება იმან მოიფიქროს კაცო იმაში ხელფასს იღებენ ეგენი ხო არა იცით რა ეხა რამასვანაძე მაგალითად მე ძალიან მიყვარს რაც კარგი პიროვნება კარგი ურთიერთობაც მაქვს მაგრამ იცით რა იმისიც მეშინია რაღაც აი ავტორიტეტის ამბავში რა მეში მიუხედავად იმისა რომ ამ ბიჭებთან იმუშავა 19 წლამდელთა ნაკრებში და 17 წლამდელთა ნაკრების დროს ის იყო ანალიტიკოსი აი რაღაც იმის მეშინია რომ მართლა ყველას რო უყვარს რაღაც არ შეიცვალოს მის იმაში ეყოფა ის ავტორიტეტი აი ეგ მაინტერესებს თუ ალბათ ყველა ვარიანტში დასალაპარაკებელი. აგეს ხელმძღვანელობთ არ თამაშობს და ამ ნაკრების ნახევარი. ეგავთ ხო და ეგავთ ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს უკვე დიდი ნაკრებია. ბუშინწინდელ გაზევალკაში კი არ შევლენ. მაშინ კაპელოსა ავტორიტეტი. ბუშინწინდელ გასახდელში კი არ შევლენ ესენი შევლენ უკვე დღევანდელ გადაღებაში სადაც ვიღაცა შედის უკვე წამყვანი ევროპის წამყვანი გუნდის ფეხბურთელის სტატუსით და ეს ისე რამაზ მასწავლებელია არა ეგ რამაზ მასწავლებელიც ხო გაიზარდა ანუ რისი თქმა მინდა იცი რამაზ ძალიან დიდ პატივს სცემ და ყოველთვის მხარს დაუჭერ და მიმაჩნია რომ არის უდადებით ეს იმოვლენა ქართულ ფეხბურთში მაგრამ მე მის ადგილზე დავფიქრდებოდი თუ შემომთავაზებდი ხო მეც ვაფიქრება ახლა რა თქმა უნდა დაფიქრდება აბა ისა ხო არ იქნება მე უბრალოდ მიმაჩნია მე როგორც ერთ ადამიანს რომ უნდა მიეცეს შანსი რამას ვანაძეს ყველას თავისი მართალია ახლა ბევრი იძახის რომ ახალგაზრდულ ნაკრებში რა უნდაო საერთოდ მოაშორებთ მაკიდან ანუ გუშინდელ გერმანიასთან და მის კაცო მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრები ხო ძალიან სხვა რაღაცა არის რა ორ წელიწადში ერთხელ გეცვლება შეგვიძლია არის დანიშნულება რა არის ახალგაზრდულს რომ მოუმზადოს გუნდი იმას ხო და ამას ნუ ერთხელ ისე მასპინძლის სტატუსით გავედით და მეოთხედ ფინალამდე გაგვიყვანა და იქაც პენალტებით წავაგეთ თორე ოლიმპიადაზე გავდიოდით საერთოდ აი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე დიდი გულის წვეთა იყო ალბათ საფეხბურთო იმაში ეგ გამოვიდა მეორედ გაგვიყვანა და არ ვიცი ბოდიშს მოვიხდი ყველა იმ ბიჭთან ვინც იქ თამაშობდა მაგრამ ეს ნაკრები ახლა რითიც გაგვიყვანა რამასვანაძე არ ყოფილა ისეთი ვარსკვლავური ნაკრები როგორიც თქვა თუნდაც წინა ნაკრები სადაც ზურიკო მამარდა და რა ვიცი იმ თამაშობდნენ ხო ხო ნაკრების ფეხბურთელი და მეტახმები ალბათ რა ახლანდელი ნაკრებში არ არიან ისეთი სტარები ახლანდელი გაზაროვი იყო ხო არ ყავდა და რამასვანაძემ გაგვიყვანა ანუ ბრძოლით გაგვიყვანა მასპინძლის სტატუსით კი არ გავედით შვედეთი ჩავტოვეთ და ხორვატიას მოუგეთ ხო კი ბატონო კი და მაგას ვიძახი რა ანუ ამ ბიჭმა გუნდი შეკრა არის მაგარი მოტივატორი აი ილონ რაც ხო მე ტაქტიკოსიც არა ხო და როგორც ტაქტიკოსი სანიელს თუ არ აღემატება არ ჩამორჩება ყოველ შემთხვევაში რა იცი რა ამე დაინახეთ თქვენ სანიელის მე ილიას ნუ ეხლა კი არ გეკამათები სწორედ გამიგე უბრალოდ ვეთანხმები ილიას რაში იცი ჩვენ თუ გახსოვს კვარაცხელიამ რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა PSG-სთან ერთად სანიოლმა შემდეგ პირველივე ინტერვიუში რა თქვა ამის შესახებ, როდესაც კითხეს. მან თქვა, რა კარგია, ახლა
ორნი ვართ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები. ნახე რა თქვა? თავის ხაზს გაუსვა. თავის თავს გაუსვა. მე ვარ ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ანუ თავისი ავტორიტეტი, მე რო შემოვდივარ. მე შემოვდივარ როგორც ჩემპიონი. გაჩუნდეს ერთი პირველი ტაიმის მერე შეცვალეს ჩააგდო ის თამაში. კარეუმ რა დღეში ჩააგდო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს შემოიყვანეს იანკერი. სხვა ტალღაზე ნუ გადამიყვანს, სხვა ზეპირად მახსოვს ეგ ფინალი მწარეთ ეხლა. სხვა ტალღაზე ნუ გადამიყვანთ იმ კაცმა ავტორიტეტის მომენტს გაუსვა ხაზი. ეხლა იქ როგორ ითამაშა? ავტორიტეტის მომენტს გაუსვა ხაზი. ბლოხინის და იმის ვარიანტია შევჩენკოს ესა უკრაინის ნაკრებში რო იყო ხო იყო ეს ბლოხინისა რა პირველი ესა კროსბურთის ფლობელი და მე შევჩენკო ხო დაეწია ამით ნუ ბელანოვი და მე შევჩენკო და ბლოხინი მაინც ესე იდგა რომ არ თმობდა თავისას რომ ჯერ მე ვარო აქ რა მე შევჩენკო თუმცა მე მგონია რომ მეგონია მაგარი ფეხბურთელი იყო კაცო რაზეა ლაპარაკი ეხლა თუმცა მე იმხელა ფიგურა იყო ზიდანს მაგან უსაყვედურა პირველმა ფინალობა მაინც სხვა პროფესიაა და ეგრე არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა სულ სხვა პროფესიაა აი მე მგონია რომ რამას აქვს საკმაო ავტორიტეტი და საკმაო გაგება იმისა რომ გეტყვი მაგაზე ეგ მოჩამწევს და ხო აი მწვრთნელის ამბავზე ვიტყვი რა აი ძალიან ცოტა მოიძებნება ალბათ საქართველოში ისეთი გულიანი და ისეთი აი როგორიც უნდა იყოს ფეხბურთი როგორც იყო თემურ კეცბაია ხო აი ეგეთი თავდადებული და ეგეთი აი გადაგიჟებული ადამიანი ძალიან იშვიათი არის ხო მაგრამ მწვრთნელობის დროს კეცბა სხვანაირი იყო რა ანუ მწვრთნელობა სხვა რაღაცას მოითხოვს ხო სხვა პროფესია აბსოლუტურად სხვა რაღაცა რაღაცნაირად ისე გამოდიოდა რომ ხან ვიღაცასთან ვერ ძლაგდები ადამიანი ხან ვიღაცასთან ანუ არ მინდა ვინმე მირო კეცბაზე კი არ ვამბობ რამეც მაგრამ ის სხვა რაღაცაა ეს სხვა რაღაცაა გაიგე მწვრთნელობა ძალიან სხვა რაღაცაა ხალხო აი ძალიან სხვა რაღაცაა კუჩა ამას წინათ შემხვდა ერთი ყოფილი ფეხბურთელი არა აქ ახლა მნიშვნელობა სახელი გვარი რა მნიშვნელობა აქვს კუჩაში შემხვდა რა და რაშები როგორ ახარ რაღაც მოვიკითხე და მითხრა რომ ცადეო მწვრთნელობაო ბავშთა გუნდში ცადეო ისეც ცადეო და აი მივხვდიო რომ აბსოლუტურად არ იყო ჩემი საქმეო საერთოდ არ მაინტერესებდა და არაფერ შუაში არ იყო ჩემთან ეს პროფესიო და რაღაც სამოქალაქო სულ სხვა ფეხბურთთან რო კავშირში არ არის ისეთ პროფესიაშია დღეს ის ადამიანი რა განსაკუთრებული რაღაცაა რა სხვა რაღაც ხო აი მარჩელო ლიპის აქ ნათქვამი სოფლიო ჩემპიონი რო გავხდი 22 ფეხბურთელი ხომ ყავდა უგუნჩი 23-იო აქედანო ნახევარს ვეზიზღებოდიო რა მაგრამ მე ეს გათავისებული მქონდაო. ხო. ანუ ყველა სხვა რეყვარები. იმიტომ რომ რო არ ათამაშებ, ყველა ხო იცი ფეხბურთელი, მაინც ისე და ძალიან სხვა რაღაცა. ეს ხშირად აი იმდენად რაღაც განსაკუთრებული ის აქვს, რასაც ჩვენ ვერ ვწუდებით. აი მაგალითად პირველ რო თამაშობდა გახსოვს მწვრთნელობა რო დაიწყო, ყველა ამბობდა, აუ ამისგან რა მწვრთნელი დადგება, ისეთი ფეხბურთელი იყო. ჯერარდი, ხო და ხო ჯერარდი. ვერ დადგნენ. ჯერჯერობით რა ვიცი ხო შემთხვევაში. ბიჭო, აი სამაგერო დადგა ჯენტილე, რომელიც იყო პლატინი ვერ დადგა მწვრთნელი. მარტი მაგალითად მაგაც. მე დავამთავრე ფიზიკა მათემატიკური სკოლა. ხო. ჩემ ბავშვს პირველი კლასიდან ვეჯექი ხოლმე და მათემატიკაში ვეხმარებოდი. ჩემ გოგოს. იმიტომ რომ უღამი მქონდა, აი მიყვარდა მასთან ერთად რომ მეცადინეობდი და მიყვარდა რომ რაღაც ახალს ვაგებინებდი და რაღაცა ეგ პროცესი. ყველაფერში მივდიოდი ძალიან კარგად მათემატიკის გარდა. იმიტომ რომ ის რაღაცას რო ვერ იგებდა მათემატიკაში, მეწყებოდა სრული შოკი. ხდებოდი არაადეკვატური და ერთხელ ვუყვირე კიდეს ბავშვს, რაც ცხოვრებაში არასდროს არ მიქრია და რავი, აი დღემდე განვიცდი იმ მომენტს, როცა აი პატარა იყო და მეთქი არანაირად ვერ ამოხსენი მამა რაღაც აი ანუ არანაირი მწვრთნელი ჩემგან არ გამოვა არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ ის საქმე ძალიან კარგად ვიცი, 2-ჯერ 4-ია ვიცი, კაცო. და ისიც ვიცი, როგორ უნდა აუხსნა ბავშვს, მაგრამ ბავშვი როცა რაღაცას ვერ გებულობს და შენ ამ დროს აღარ გაქვს იმის უნარი, რომ აუხსნა, ანუ შენ არ ხარ იმ საქმისთვის დაბადებული. მე ვერასდროს ვერ გამოვალ კარგი მასწავლებელი. მაგას მივხვდი ჩემ ბავშვთან ურთიერთობა და დავსტრესე ბავშვი დღემდე ისა ტრავმები მოყვება ჩემი მათემატიკის იმისგან, რა ქვია რა. ხო და მაგას ვიძახი, რაც არ უნდა კარგად ოლიმპიადებზე, რაღაც მათემატიკის ოლიმპიადებზე წარმატებებს მივახცია, ამაში ვერ გამოვდექი.
ჩემ საკუთარ შვილს ვერ აუხსენი სწორად რაღაცა. ანუ იქამდე ვერ ისაქვი ვერ გავაგებინე რაღაცა, ხო? ხო და ეგრეა კაცო იმ წვრთნელობაში აი რაღაცა უხილავე, აი როგორ რაღაცა უნდა შეგეძლოს ნერვების მოტოკვა იქნება, იმის მდგომარეობაში შესვლა. მითხრა მე ბერმა რომ ბიჭო, შენ რო ისეთი იყავე, არ ნიშნავს რომ შენი შვილიც ასეთი უნდა იყოს. შენი შვილის ხვანაირია, იმას შენზე მაგარი აქვს სხვა რაღაცეები. პლუსები აქვს. ხო და მოდი სხვანაირად, კარგი, ეგრე ვქნა და სანა მე გადავხარჯე არა, აი უხილავი ძაფია რა, რაღაც სიყვარულს გავს რა შემთხვევაში, რომ აი რაღაცა მწვრთნელობაა ისეთი, ხიზანას აქვს ნათქვამი სხვათა შორის მაშინ გითხრა რომ აი იყო ჩემს პერიოდში მწვრთნელიო, მაკლიშზე თქვა სხვათა შორის, რომ ისე ვიყავით ფეხბურთელები განწყობილი, რომ მწვრთნელისთვის თამაშობდით. აი ძალისთვის შემეძლო თავი მომეკალაო რა. ზოგიერთ ქართველ მწვრთნელზეც გამიგია ეს სხვათა შორის, ახლა არ მინდა დავასახელო. ნუ ვიტყვი დევდარიანზე გამიგია, რომ აი ესეთი ტიპი იყო, რომ ფეხბურთელებთან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ იმის გულისთვის თავს იკლავდნენ. შემდეგ ნუ გარკვეული იმის მერე ეს ქრება რაღაცა ის ყოველთვის ვერ ახერხებ ამას, მაგრამ სვანაძეზეც გამიგია ესა. უბელოთ აი სვანაძეზე ისე. აგაშენა ღმერთმა, თუ გაგიგია, aber აგინდა ისო ავტორიტეტი არაფერი ახლა თავს მოიკლავ კაცის ნახეკობა მე რა არ მინდა რამაზ სვანაძე არის ახალგაზრდა კაცი. ძალიან ბევრი წელიწადი აქვს წინ, ძალიან ბევრი წელიწადი აქვს წინ და მე არ მინდა რომ ეხლა ის ნაჩქარევად გახდეს ნაკრების მწვრთნელი, მე ეს სამთვეში ატყდეს ისე არ გახდეს აღნიშნავ მე. არა, ვჟელობ, უბრალოდ ვჟელობ. სამთვეში ატყდეს გადადექი, მე გადადგეს და ამან მის რაღაცა კარიერას ავნოს, ხო? აღედა ამჩ, ხო, გასაგები. თან ნახე როგორ რაღაცა იცი რომ ქართველისთვის გაცილებით მტკივნეულია ეს ქართველებისგან ნეგატიური ინფორმაციების მოსმენა, ვიდრე თქვა სანიოლისთვის რა. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ხო, აი რაღაცა. ეგ ისეთი რაღაცა არის რა. მე ეხა ვიღაცა 15000-მა ფრანგმას რაღაც კომენტარებში რომ ისაგას არის თქვა. მოდი იცი რა ვთქვა. სანიული წავა ეგ სენტეტიენში დაკლავს ბაყაყს სხვანაირად დავსვათ კითხვა რა. ანუ სვანზეზე თუ არის ეს კითხვის ნიშნები რა. მე მიმაჩნია რომ დღესდღეობით ყველაზე ავტორიტეტული ქართველი მწვრთნელი ეგ არის. მე მგონი რა. ხო ნუ ახ კეცბაიას იმებს არ ვთვლით რა. აქ მომუშავეს გეუბნები. გამოდის ისე უცხოელი უნდა ჩამოვიყვანოთ? რატო გაჟნა? ვინც მომაგებინებს ის ჩამოვიყვანოთ? ხო, არა, მომაგებინებს ახ ვარ წერია. გინდა ხარაგაულიდან და გინდა პარიზიდან. პავლე მომაგებინებს, ხო? არა ვერდი ფედერაცია. და არჩიო, ხო? ხო, ანუ მივდივარ ისე უცხოეთში. რატო არა? ვიცი თუ უნდა ხო, მაგრამ ეგ მაინტერესებს. რატო არა? ხო, რა ვიცი, მე ადვოკატმა კურაშაო გაიყვანა სოფლიო ჩემპიონატში. სხვათა შორის დიკ ადვოკატი და შენ ერთდროულად გაგიცანით მე. ბათუმში რო იყო ეინთხოვენი რო ყავდა. მაგ ადვოკატის მერე მე მივდივარ კურასაოში. და ხო, ეგ არ ვიცი ახლა როგორც გინდა და შენთან ურთიერთობა გავაგზელე მერე და ადვოკატთან აღარ გავაგზელე. ადვოკატის ასაკი დაინტერესდი და 78 წლისაა. 78 წლის. და აგერ ახლა. აუ ისე მწვრთნელობაზე გამახსენდა წერა გუშინ მე გამართებოდა. აი რამდენად ძნელია კიდე ეს შვილი რო გყავს ძნელი ახლა. ჩეზარე მალდინი კაპიტანად დანიშნა პაოლო მალდინი დროს და ეხლა როგორ უნდა ეკნა სხვანაირად ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო. მე თვითონ მითხრა რა ქვია ხევისბერი გოჩა ხო არ არის აბა რა სიზავდა ხა თავის შვილს დანიშნა.